ნეტავ რატომ ვეცემით ბრიუს? იმიტომ რომ მხოლოდ ასე თუ ვისწავლით ფეხზე წამოდგომას. თულხინი გვინდა ღვთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთ. დიადი ის კი არ არის, ვინც არასოდეს დაცემულა, არამედ ის, ვინც დაეცა და ადგომა შეძლო. კონფუცი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენის მქონე კაცობრიობის ისტორიაში. მისი სწავლებები და ფილოსოფია აღმოსავლეთ აზიის კულტურასა და საზოგადოებას დაედო საფუძვლად და დღემდე ინარჩუნებს მასზე გავლენას. მისი ფილოსოფია ხაზს უსვამდა მორალს, სოციალური ურთიერთობების კორექტულობას, სამართლიანობას, სიკეთეს და გულწრფელობას, როგორც პიროვნულ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე. კონფუცი, ჩინელი ფილოსოფოსი. ის, ვინც მთებს ზრავს, ჯერ პატარა ქვების გადატანით იწყებს. ძვირფას ქვას ვერ გააპრიალებ, თუ მას არ შეეხე, ასეა ადამიანიც. ის ვერ გახდება წარმატებული ცდელობების გარეშე. რჩევებს წვეთობით ვიღებთ, სამაგიეროდ სათლებით ვარიგებთ. შეგიძლია მთელი ცხოვრება სიბნელე წყევლო, ან შეგიძლია პატარა სანთელი აანთო. თუ ზურგს უკან გაფურთხებენ, ესე იგი წინ ხარ. დეტალებში თავშეუკავებლობას დიდი საქმის წახდენა შეუძლია. თუ გძულს, ეს ნიშნავს, რომ დაგამარცხეს. სანამ შურის ზიებას დაიწყებდე, ორი საფლავი ამოთხარე. ბედნიერებაა, როცა შენ იესმით. დიდი ბედნიერებაა, როცა შენ უყვარხართ. ნამდვილი ბედნიერება კი ის არის, როცა გიყვარს შენ. კეთილშობილი ადამიანის სული უშფოთველია, სულმდაბალი კი მუდმივად შფოთავს. სილამაზე ყველაფერშია, მაგრამ მას ყველა ვერ ხედავს. ხშირად ვხედავთ ბევრს, მაგრამ თავარს კი ვერ ვამჩნევთ. აირჩიეთ სამსახური, რომელიც მოგწონთ და ცხოვრებაში ერთ დღესაც არ მოგიწევთ მუშაობა. იმას კი ნუნაღლობ, რომ არ გიცნობენ. ისინაღლე, იმსახურებ კი იმას, რომ გიცნობდნენ. შეცდომის დაშვების მერე, მას რომ არ გამოასწორებ, ეს არის შეცდომის დაშვება. სწავლა ფიქრის გარეშე უსარგებლოა, მაგრამ ფიქრიც სწავლის გარეშე საშიშია. ისე ისწავლეთ, თითქოს მუდმივად შეიგრძნობთ ცოდნის დანაკლისს და ისე თითქოს მუდმივად გეშინიათ მისი დაკარგვის. არ დაელაპარაკო ადამიანს, რომელიც იმსახურებს დალაპარაკებას, ნიშნავს, რომ დაკარგო ეს ადამიანი. ხოლო ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ლაპარაკს არ იმსახურებს, ნიშნავს სიტყვების დაკარგვას. ბრძენი არც ადამიანებს კარგავს და არც სიტყვებს. სინამდვილეში ცხოვრება მარტივია, ჩვენ კი მას მთელი მონდომებით ვართულებთ. მიეცი რჩევა მას, ვინც ეძებს ცოდნას, რადგან აღმოაჩინა თავისი უმეცრება. ძველად ადამიანებს არ უყვარდათ ბევრი ლაპარაკი. ისინი თავს შერცხვენილად მიიჩნევდნენ, თუ თავიანთ ნათქვამს ვერ შეასრულებდნენ. კეთილშობილი ადამიანი მოთხოვნებს საკუთარ თავს უყენებს, სულმდაბალი კი სხვებს. შეეცადეთ ცოტათი მაინც უფრო კეთილი გახდეთ,
და შეამჩნევთ, რომ ცუდი საქციელის ჩადენას ვეღარ შეძლებთ. ძველად ადამიანები სწავლობდნენ იმისათვის, რომ საკუთარი თავი გაეუმჯობესებინათ. დღეს კი იმიტომ სწავლობენ, რომ სხვები განაცვიფრონ. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.